ამოცანა 1/4 შერეული რიცხვების შეკრება 2.15 პლუს 1.5 პლუს 4.3 შერეული რიცხვები რო შევუკრიბოთ პირველ რიგში შევუკრიბოთ მთელი ნაწილები 2 პლუს 1 პლუს 4 შემდეგ შევუკრიბოთ წილადი ნაწილები წილადი ნაწილები რო შევუკრიბოთ უნდა ვიპოვოთ 15-ის 12-ის და 5-ის საერთო ჯერადი ანუ უნდა გავაერთმნიშვნელიანოთ ნიშნულების უმცირესი საერთო ნიშნელი არის 60 შემდეგ 60 უნდა გავყოთ პირველი წილადის ნიშნელზე ანუ 15-ზე განაყოფი არის 4 და 4 უნდა გავამრავლოთ პირველი წილადის მრიცხველზე 4x4 ამას უნდა დავუმატოთ საერთო ნიშნელი ანუ 60 გავყოთ მეორე წილადის ნიშნელზე ანუ 12-ზე 60 გაყოფილი 12-ზე არის 5 მიღებული პასუხი 5 უნდა გავამრავლოთ მეორე წილადის მრიცხველზე ანუ 5-ზე 4x4-ს დავუმატოთ 5x5 და დავუმატოთ საერთო ნიშნელი ანუ 60 უნდა გავყოთ მესამე წილადის ნიშნელზე ანუ 5-ზე მიღებული პასუხი 12 უნდა გავამრავლოთ მესამე წილადის მრიცხველზე ანუ 3-ზე ანუ დავუმატოთ 3x12 შემდეგ უბრალოდ შევასრულოთ მოქმედებები 2 + 1 + 4 არის 7 4x4 არის 16 5x5 25 3x2 16 შევკრიბოთ 16 25 და 36 არის 77 ანუ 7-ს უნდა დავუმატოთ 77 მე-60 77 მე-60 არის არაწესიერი წილადი ანუ რიცხველი უფრო მეტია ვიდრე ნიშნელი და შეგვიძლია აქედანაც მოვყოთ მთელი ნაწილი ამისთვის 77 უნდა გავყოთ 60-ზე რაც არის განაყოფი 1 და ნაშთი 17 ანუ 7-ს დავუმატოთ განაყოფი 1 არის მთელი ნაწილი 17 წერება რიცხველში ნიშნელი არ იცვლება ანუ 7-ს დავუმატოთ 1.17 მე-60 რაც არის 8.17 მე-60